ახლა ვიმყოფებით ზოვრეთის მამათა მონასტერზე, მაგრამ ვითხრეს რომ არ შეგვიშვებიან, იმიტომ რომ დავაგვიანეთ. და 9 თავიანი გველეშაპი დავამარცხეთ, 9 ზღვა გადმოვიარეთ. მოკლედ ცისკიდესთან ვარ მისული, მაგრამ არ გუშვები. მე გითხრეს არაო, იმიტომ რომ დავუგვიანეთ, ასე რომ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეგ, რომ 6 საათამდე არის და შეშვება. შემდეგ უკვე შანსი არ არის. მისია შესრულებულია, მაგრამ არ გუშვება ისი. ნახევრად შესრულებული მისია. ჩვენ ვართ ახლა რა მაღლა ცაში, ასე ვთქვია. და მაგრამ უშუალოდ შემდეგში შეგიძლიათ შევახთ. ალამაზია, უბრალოდ შეხედეთ რა. რალამაზი ხა რა ახლოთ არა შევს. ბოლო ვიტარები. სამწუხაროდ. დავიდით უკან. ძალიან ბევრი არა მივიღეთ. შეხედეთ ტურში არ ვარ გადასული. ალამაზი გიებს. უბრალოდ გზა დამეწყრილია და ბოლომდე ვერ ამოვედით მანქანით. მიგულაყუნეთ. იუჰუ. სიცოცხლეში ჩაქრული მთელი მონასტერი. საბლაყუნო სიგნალზე უნდა გადაგვიყო. როგორ? მოვედით. არ შეგვიშეს. მრავალი არას მერე გამოგვაბრუნეს უკან. და გაიწყებოთ ძამის ხეობაში, სელის მზოვრეთის მამათა მონასტერი. ულამაზესი ადგილი. თავისი დამოწყრილი გზებით. ბოლომდე მანქანით ვერ ამოვედით. მაგრამ ყოფილოები არ ვართ რა მაინც. ჩავალთ. გავითვალისწინოთ, ნებადია. სამალოთ თქვენ ციცოდეთ და ჩვენ სამის მერე გოცოდინოთ, რომ 6 საათამდე უნდა მოვიდეთ და შემოგუშვებენ 6-ის მერე ფიზიკურად საფარუშვებენ. ადგილი ახლოსაც კი პრობლემა რა. გადეთო. მაგრამ არა უშავს ამ სილამაზითაც დამტკბარი ვარ და ზოგადად ამ ხეობაში მე არ ვიყავი ნამყოფი პირველად ნახე იქით კიდე სხვა მონასტრებიც ვნახე. იწუში ვიყავით, დაავიწყდა, კი არა ამ ხელს, მაგრამ მე ხო ვიცი. მაგის მაჩვენებელი იყო. უცებეთად პაუზა იყო. ინტესის მონასტერი გადავიღეთ და მაგასაც გაჩვენებთ. აი უკიდეანად სილამაზეა. სამწუხაროდ ოსმო არა გვაქვს და ხელის სახთახი ცოტა გვაფადიეთ. ცოტა დაუგეგმავად წამოვედით რაღაცა ექსპრომტად, სხვა საქმიდან სხვა საქმეზე გამოვედით და ნახეთ რა სილამაზე. მაგიტომ არ ვართ ესე მოწესრიგებულები თორე. გზად შემოგვიყვება. რა მინდიც იდეალურია. ლამაზია ხმა. საოცრება არის. რაღაც ხაპარია. ვინც არ ახართ ძამის ხეობაში ნამყოფი? ბევრი დაგიკარგავთ. დიდი რეკომენდაცია. ეხლა ვაპირებთ თუ მიუსწრეთ, ავიდეთ სარკინეთში და განახებთ კლდეში გამოკვეთილი ტაძარი. მე შევეცდები რომ გადავიღოთ. თუ შეგვიშვეს, რა თქმა უნდა. შეიძლება რომ იმედი მაქვს რომ იმედი გვაქვს. ამინდი იდეალურია. აფარია. იმედი გვაქვს რომ იქ მაინც შეგუშვებენ და იქ მაინც უფრო სრულფასოვნად გადავიღებთ ვიდეოს. აი დროებითი წყვეტა. ნოხტობით სარკინეთში. დამცინის. უნდა წავშაქილიყავი. ხო, ან დაძახი არ შეშება რა თონდი. ამ იქენ მხურვალე გულითო რა მოსული. უნდა წავიმუხლო და წავიჩოქო რა. აგეთილია. არა, ხო და გია შემდეგი წაჩოქო იქ. ნახეთ რა ოцаრიცა. ვერტარა სილამაზე გავგიჟდები. კომპლეტ.
არა ქვეყნის სილამაზისგან მე მგონი მე ცოტა შოკი მაქვს მიღებული და რეებს ლაპარაკობ აღარ ვიცი. ლამაზია. ხო მე ვარ ეს აღთოვანებული და თქვენც ალბათ ესეთი აღთოვანება გექნებათ ხო? სავარაუდოდ მაგრამ ანუ იმდენად მომწონს და იმდენად შოკირებული ვარ აი ამ ყველაფრის ნახეთ რომ სხვანაირი ემოცია არ ფიზიკურად არ შემეცდა რომ არ გამოვხატო. რა სილამაზა შექმედით რომ მომდევნო ჭრა იქნებოდა სარკინეთიდან, მაგრამ ანუ სილამაზ. როგორ არ გადავიყოთ ახლა ეს მითხარით და უბრალოდ აი სიტყვები ზედმეტია მართლა. ესეთი გზა გამოვიარეთ, ჩემი კუკუნა იქ მელოდება. და გიგონებოდა რომ ამ გზაზე ამოსულიყავით და ცოტა მანქანა მოგვეყვანაო და ხო აშკარად. მე რა ფიქრობ გაიარა პრობლემაა რა. აი მონაკოთისთვის არგის მანქანის გაკეთება. ახლა როგორი. სავარაუდოდ კაი მოშნი მეწყერი იყო. დაემართოს მანქანას მე სად მიდიხარ. ენჯუში აგ შეძრაგაც. ამიტომ ჯობია გაიარო. ეხლა უეჭველი შემდეგი ლოკაცია იქნება სარკინეთიდან. ეხლა 100% სარკინეთია. მოკლედ გითხარით რომ სარკინეთიდან ჩაგერთვებოდით, მაგრამ ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ვიკითხეთ და საკაიფოდ გამოცელები ვართ. ნუ ეხლა თავს იმითი ვიმხნევებთ რომ ძალამაზი ბუნებაა და ვტკბებით ამ ყველაფრით, თორე ტყუილა რო ვიარეთ, ნუ მე არაფერია. მე გზაში მომშივდა, ჭამეკიდეთ, თან გემრიელად მივირთვით ამ ტკბები ამ ბუნებით და მე არ ვარ წაგებული. ლიმონათი არ მქონდა, თორე კითხვას დავითრევდი და ირბენდა სადმე მწვანეზია. გავშლიდი კარალს. სამაგერად შეიძლება კიო ცოტა დაიხალა, მაგრამ მე მშვენივრად ვარ. არ ვიღლები ახლა. ძალიან შუშას რო ჩაუწევ, ერთმანეთს სუფთა ჰაერი და მზის ხივები შემოვარდნას. ხო, და თან სუსხიც არის აშკარად. ნახე რა სილამაზეა. მოკლედ ვაპირებთ რომ მივიდეთ მაინც ლოკაციამდე და შეშვების იმედი უკვე აღარა გვაქვს. იმედია რადგან დავაგვიანეთ, მაგრამ გარედან მაინც ვნახავთ ცას შეხედე რა ლამაზია კიო. ნახატი გეგონება ცა ღრუბლები ნახე. ბუნება სხვათა შორის მინდა აღნიშნო. საოცრება. მე მგონი მარტო ჩვენ ვართ არავინ არ არის სულიერი არ დადის და აქ რო სადმე გავჩერდეთ ისინი რა ქვია გლები და ტურები ტურები შეგვჭამენ მე მგონი. მომნატრებია ცარიელ გზაზე სიარული. საცობების გარეშე ხო? ნამდვილად. დინარე ძამა. ხო და მოკლედ ძამის ხეობა არის ულამაზესი. არის დინარე ჩამოდის მარჯვნივ და მარცხნივ. ეხა უკვე მარცხნივ. მარცხნივ ისეთი კამკამა წყალია რომ აი რა ვიცი საოცარია. დავუცდებით შესულას ეხა. აქ ჩვენ ანუ ძველი ეკლესია არის. მოკლედ მე აღარ მახსოვდა კარგად რა. ეს არის ახალი გაკეთებული და მაგაში ავირიეთ, გვეგონა რომ ცოტა სხვა იქნებოდა. კიო, აქეთ ნახე რა ლამაზად აქვთ გაკეთებული. რა ჩამოვივლით მე კარგად გადავიღოთ. მე ესეთი რო არ მახსოვს. ხო და ეს ახალია აშკარად. აი რომ შეგვირდით სარკინეთის ტაძარსაც გაჩვენებს ხო? მაგასაც ნახავთ. შეგვიშვეს. საიდან არის შესასვლელი? ისე თუ კურთხევის გარეშე შესვლა აკრძალულია. კურთხევის გარეშე. მოკლედ გავიგებდა განახილეთ. არგვა იქაც შეიძლება ნეტა გადასვლა. იმთას ხედავ და იმკულეს? ხო. აი გუმბათი როა მაგას ქვეშ არის. მე ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ მაშინ ესე არ იყო. შეხედეთ უბრალოდ სად არის ღმერთო. გუმბათის ქვეშ ამ მთაზე არის ნაკვეთი ტაძარი. რა საოცარია. ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ არ გვიშვებენ. მოკლედ დღეს ვართ გამოსულები ნახევარ მისიებზე. ხო, ნახევრად გასრულებთ რაღაცებს, მაგრამ არა უშავს მერთო რა ლამაზია. რა საოცარია, ანუ კლდეშია შიგნით ნაკვეთი ეკლესია. შესვლა შეიძლება? შევალ.
იქ იქიდან მოდიოდით რა არ გვინახავს. კაი, მადლობა დიდი. დადას ღია არის ეს ხო? მოკლედ. მაინც შეგვიშვებენ. შემდეგი წყვეტა იქიდან. ნახე, პატარა ნაკადული რო ჩამოდის რა ლამაზია, შეხედე. ლამაზია. საერთოდ გადაღების საშუალება თუ მომცეს გადავიღებ კიდევაც. როგორ ლამაზად აქვთ გაკეთებული, შეხედე. საოცარია. ეს გული არ დაგწყვიტეს როგორც ჩანს. ოი, ნახე. ერთი ცხოვრობენ მამები. გადავედით. ისეთ გარემოში. ანუ გაგვიმართლა ძალიან. შეხედე რა ლამაზია. აი ეს არის სადაც გვინდოდა რომ მოვსულიყავით. მოვედით. თუ მომცეს შიგნით გადაღების საშუალება გადავიღებ. ნახე რა საოცარია უბრალოდ შეხედეთ ხალხო. ზღაპარია. ღმერთო. გარედან გადავიღებ, მერე დავეკითხე. გაცრავთ, გადაღება შეიძლება? მადლობა. ლამაზად არის მხოლოდ. უკმაყოფილოები არ დაგვტოვეს მოკლედ რა. არა, ბოლომდე ყველამ და ყველაფერმა პატივი გვქცა მართლა. გალამაზებულია ბოლოს მე რო ვიყავი ეს სიტუაცია არის, მაგრამ ბევრი აშკარად ხო შემატებული რაღაცაები. კარგად არის გაკეთებული. საოცარია. თან როგორი სიწყნარია და სიმშვიდეა. აქ ახლა ბევრი ექსკურსია იქნება სავარაუდოდ და ახლა ჩვენ გაგვიმართლა რომ მარტოები ვართ და წყნარად ყველაფერს მშვიდად ვიღებთ. დაგვიღამდა და გეზის ხლისა. ცოტა დავიკარგეთ, მაგრამ ღირდა ეს დაკარგვა. ერთადერთი გზაზე თუ მოვასწარით შეიძლება ერთი მონასტერი იყო, თუ არ ვწდები 1000 მონასტერი და მან შეიძლება გავჩერდეთ. ნახოთ. თუ შეგვიშვეს.